თუ სახში გაქვს ძველი აუდიო სისტემა დიდი დინამიკებით, მაგრამ ვერ იყენებ, რადგან აღარ იყენებ CD-ს, კასეტას ან აღარ უსმენ რადიოს, იმით, რასაც დღეს გაჩვენებ, შეძლებ შენს ძველ აუდიო სისტემას ახალი სიცოცხლე მისცე, გახადო ის ბევრად უფრო თანამედროვე და შემატო კავშირის შესაძლებლობები, რაც დღეს ასე ძალიან გჭირდება. სალამი ინჟინერიის მოყვარულებო. ოდესმე დაფიქრებულ ხარ, რამდენი ძველი დინამიკი არსებობს. შეიძლება ეს იყოს მინი სისტემისგან, რომელიც აღარ მუშაობს, ან აუდიო აპარატისგან, რომელიც სხვა მოწყობილობით ჩაანაცვლე. ისინი სადღაც შენს სახლში ინახება და მტვერს აგროვებს. შეიძლება მათ შესანიშნავი ხმა გქონდეთ, აუდიოს ისეთი ხარისხი, რომელსაც ბევრი თანამედროვე იაფი მოწყობილობა ვერ იმეორებს. მაგრამ საბოლოოდ დავიწყებული რჩებიან, რადგან არ აქვთ ის კავშირი, რომელსაც დღეს ასე ვაფასებთ. საბოლოოდ, ვინ არ უნდა ის კომფორტი, რომ თავისი საყვარელი მუსიკა პირდაპირ ტელეფონიდან უსადენოდ და უპრობლემოდ მოусმინოს? ეს ბევრ ოჯახში ჩვეულებრივი რეალობაა, მათ შორის ჩემს სახლშიც. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად მუსიკის მოსმენის ფორმა რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ გადავედით CV-ებიდან და კასეტებიდან ციფრულ სტრიმინგზე და Bluetooth-ის კომფორტი თითქმის სტანდარტად იქცა. მაგრამ რა ვქნათ იმ ძლავ დინამიკებთან, ხის корпуსით, მაღალი ხარისხის აუდიო კომპონენტებით, რომლებიც უბრალოდ აღარ ჯდება ამ ახალ რეალობაში. ზოგიერთისთვის, ჩემსავით, მათი გადაგდება ნამდვილი ფუჭის აქციელი იქნებოდა, არა? და სწორედ აქ შემოდის ტექნოლოგიური გადამუშავების იდეა. ან როგორც ჩვენ მოგწოს უწოდოთ, გონივრული ხელახალი გამოყენება. ამის ნაცვლად ელექტრონული ნარჩენების გაზრდას არ უწყობთ ხელს. და ფულის დახარჯვის ნაცვლად ახალი Bluetooth დინამიკების ყიდვაზე, რომლებიც შესაძლოა იგივე ხმის ხარისხს არ გთავაზობდნენ, რატომ არ მისცეთ შანსი თქვენს ძველ მოწყობილობებს. სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ საოცრად მარტივი და ხელმისაწვდომიცაა, რაც საშუალებას გაძლევთ ის სიამოვნოთ მაღალი ხარისხის ხმოვანი გამოცდილებით, თანამედროვე კომფორტთან ერთად. მაგრამ ზუსტად როგორ შეგვიძლია ეს ჯადოსნობა მოვახდინოთ? ამ გარდაქმნის გასაღები იმალება პატარა, მაგრამ ძლიერ ელექტრონულ კომპონენტში, Bluetooth მოდულში, რომელიც ინტეგრირებულ გამაძლიერებელს შეიცავს. ადრე დინამიკებისთვის ხმის მიწოდებული სიმძლავრე მთლიანად ანალოგური იყო და იყენებდა ტრანსფორმატორებს, კვების ბლოკებს, ვაკუუმურ მილებს და სხვადასხვა დიდ მოწყობილობებს, რომლებიც დინამიკის корпуსში ბევრ ადგილს იკავებდნენ. მაგრამ დღეს ტექნოლოგიამ წინ წაიწია და ამ მოწყობილობების უმეტესობა თქვენს ხელისბულშიც კი ეტევა. წარმოიდგინეთ კომპაქტური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მიიღოს სიგნალი მობილურიდან Bluetooth-ის საშუალებით და ამავდროულად გააძლიეროს ეს სიგნალი, რათა თქვენს დინამიკებს. São antigas, possam reproduzi-los com toda a sua potência e clareza. როგორ მივცეთ თანამედროვე გონება და ახალი გული კლასიკურ სხეულს? ბაზარზე არსებობს სხვადასხვა ვარიანტი ამ ამოცანის შესასრულებლად და ერთ-ერთი მათგანი გამოირჩევა თავისი პრაქტიკულობით და ფუნქციებით. ეს არის ეს პატარა მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს Bluetooth 5.0 მიმრებ მოდულს Cinelink-ის გამაძლიერებლით. ეს არის ის მოწყობილობა, რომელიც გამოჩნდება თქვენს ეკრანზე აქ ქვემოთ და უბრალოდ დააწკაპუნეთ პროდუქტზე, რომელიც გამოჩნდება, რომ შეძლოთ ყიდვა. იყიდეთ იგივე და არა. ეს ვიდეო სპონსორობით არ არის გაკეთებული. მართლა ვიყიდე ეს მოდული ინტერნეტში და მართლა სულ ვიყენებ მას და როგორც ბარონი ამბობს, ვიყიდე, ხელში მოქვს და მოდი ვცადოთ ეს რამე. სხვათა შორის, ეს მოდული შესანიშნავი საწესი წერტილია მათთვის, ვინც ძველი აუდიო სისტემებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემის გადაწყვეტას ეძებს. და განსხვავება ისაა, რომ მას უკვე აქვს ჩაშენებული სტერეო გამაძლიერებელი, რაც ნიშნავს, რომ შენ აღარ გჭირდება დამატებითი გამაძლიერებელი შენი პასიური დინამიკებისთვის. ანუ იცი, ის დიდი ხუთი სავსე ღილაკებით შენი ძველი აუდიოდან, ხო? შეგიძლია ის გადააგდო და გამოიხენო მხოლოდ მისი დინამიკები. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს პროექტს, ხდის მას უფრო პირდაპირს და ნაკლები კომპონენტებით. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ეს მოდული ძველ დინამიკებს უერთდება ზუსტად ისე, როგორც ისინი ძველ აუდიოებში ერთდებოდა. ანუ პირდაპირი სადენიანი კონექტორებით. პროცესი უფრო ინტუიციურია, ვიდრე ჩანს. ეს მოდული მაგალითად იყენებს Bluetooth 5.0 ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ კავშირს და გადაცემის მანძილი დაახლოებით 15 მეტრია. ღია გარემოში. ეს უზრუნველყოფს, რომ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი მუსიკა ოთახის ნებისმიერი კუთხიდან.
მას აქვს ორმაგი არხის სტერეო გამოსავალი, რაც საშუალებას გაძლევს დააკავშიროთ ორი დინამიკი, სუსტად ისე როგორც ძველხმოვან სისტემებს უკავშირებდნენ. ერთი მარცხენა არხისთვის და მეორე მარჯვენა არხისთვის, რაც ინარჩუნებს აუდიო გამოცდილების სრულფასოვნებას. მოდუმის დასამუხტად დაგჭირდებათ DC ენერგიის წყარო, რომელიც უზრუნველყოფს 8-დან 24 ვოლტამდე ძაბვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძაბვა არ გადააჭარბოს 26 ვოლტს, რადგან ეს შეიძლება დააზიანოს მოდულის ჩიპი. გარდა ამისა, კვების წყაროს დემი უნდა იყოს 2 ამპერზე მეტი, რათა უზრუნველყოს გამაძმიერებლის სწორი მუშაობა და სრული სიმძლავრე. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ კვების წყაროს სიმძლავრე უნდა იყოს მეტი, ვიდრე გამაძლიერებლის გამოსავალი სიმძლავრე, რათა ხმის ხარისხი არ დაზიანდეს. მაგალითად, თუ იყენებთ 24 ვოლტიან კვების წყაროს, რომელიც იძლევა 2 ამპერს მოდული, თითო არხზე შეუძლია მიაწოდოს 50 ვატამდე 4 ომიან დინამიკებზე. მაგრამ თუ გამოიყენებთ 12 ვოლტიან კვების წყაროს 2 ამპერით მოდული, მაინც იმუშავებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის დინამიკებზე მაქსიმალურ გამოსავალ სიმძლავრეს ვერ მიაწვის. და რომელი დინამიკები არის თავსებადი ამ მოდულთან? კარგი, ეს სინელიკ მოდული შექმნილია იმისთვის, რომ იმუშაოს დინამიკებთან, რომლებსაც აქვთ 4-დან 8 ომამდე იმპედანსი. ასევე რეკომენდებულია, რომ დინამიკების ნომინალური სიმძლავრე იყოს დაახლოებით 80 ვატი. გადახურებისა და შესაძლო დაზიანებების თავიდან ასაცილებლად, მას ასევე აქვს მნიშვნელოვანი დაცვის ფუნქციები, როგორიცაა მოკლე ჩართვისგან დაცვა, გადახურებისგან თვითაღდგენითი დაცვა და კვების წყაროს უკუღმა შეერთებისგან დაცვა, რაც დამატებით უსაფრთხოების ფენას უზრუნველყოფს. Bluetooth-ის შეერთების გარდა ის გაძლევს საშუალებას დაარეგულირო ხმის სიმძლავრე, გააჩერო ან ჩართო მუსიკა პირდაპირ მოწყობილობიდან. ასევე აქვს დამატებითი შესასვლელი სხვა მოწყობილობის კაბელით შეერთებისთვის და კურსასმენის გამოსასვლელი. ეს ნიშნავს, რომ მობილურის გარდა შეგიძლია საჭიროების შემთხვევაში სხვა მოწყობილობებიც კაბელით შეერთო. მას ასევე აქვს USB ტიპის C შესასვლელი. თუ გაქვს ფლეშკა ძველი მუსიკებით და გინდა მასზე შეერთო და თუ მხოლოდ ეს გინდა, შენი კომფორტისთვის. Bluetooth-ის ავტომატური ხელახლა შეერთების ფუნქცია უზრუნველყოფს იმას, რომ ერთხელ დაწყვილების შემდეგ მოდული ყოველთვის დაუკავშირდება შენს მოწყობილობას, როცა მანძილზე იქნება, პროცესის განმეორების გარეშე. რაც მე მომწონს ისაა, რომ ამ პატარა ყუთს მოხვება მობილურისთვის აპლიკაცია, რომელიც გაძლევს საშუალებას მართო მისი აუდიო პარამეტრები პირდაპირ შენი ტელეფონიდან. ამ პროექტში ჩართვისას რამდენიმე მარტიმის სიფრთხილის ზომა შეიძლება გადამწყვეტი იყოს. მაგალითად, რეკომენდებულია სიმძლავრის გამაძლიერებლის დაფა Wi-Fi სიგნალებისგან, რაც შეიძლება შორს იყოს, რადგან მათ შეუძლიათ ჩარევა გამოიწვიონ. ასევე მნიშვნელოვანია სტატიკური ელექტრობის მიმართ სიფრთხილის გამოჩენა. ეს იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის მარტივად გამოიყურება, სინამდვილეში ის უბრალოდ ღია ელექტრონული დაფაა, არალეგალური ინტერფეისით. ამიტომ დაფის ხელში აღებამდე ხელებიდან სტატიკური ელექტრობა უნდა მოიშოროთ. რადგან Bluetooth ჩიპი მასზე მგრძნობიარეა და აუდიოს უკეთესი ხარისხისთვის, მოდულს და დინამიკებს შორის კაბელი არ უნდა იყოს ზედმეტად გრძელი. 1 მეტრი ოპტიმალური სიგრძეა. მაგრამ მაშინ რას იღებ ამ ინიციატივით? დაზოგვა. ახალი Bluetooth აუდიო სისტემის შეძენის ნაცვლად იყენებ იმას, რაც უკვე გაქვს და მხოლოდ მცირე ნაწილს ხარჯავ მოდულში, მაგალითად სინელინგში. მეორეც, შენ ხელს უწყობ მდგრადობას, ამცირებ ელექტრონიკის გადაკრას და ახალ სიცოცხლეს აძლევ მოწყობილობებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ბევრი შეუძლიათ. და რაც მთავარია, შენ აღადგენ შენი ძველი დინამიკების ხმის ხარისხს, გარდაქმნი მათ თანამედროვე და ფუნქციურ სისტემად, რომელიც მზად არის გაახალისოს შენი სახლი შენი საყვარელი მუსიკებით. მართლა, საოცარია, როგორ შეუძლია ერთ პატარა კომპონენტს ასეთი დიდი განსხვავების შეტანა აერთიანებს რაორის სამყაროს საუკეთესოს, წარსულის ხარისხს და აწმოს კომფორტს. მე გადავწყვეტე ამ ვიდეოს გაკეთება, რადგან ამ პატარა მოწყობილობისგან არაფერს ველოდი, მაგრამ მან იმაზე მეტი შედეგი აჩვენა, ვიდრე წარმომედგინა. მე სიტყვასიტყვით გამოვცვალე უზარმაზარი ყუთი სავსე ღილაკებითა და ნივთებით, რომლებსაც აღარ ვიყენებდი და რომელიც დინამიკებს შორის იდგა. ამ პატარა მოწყობილობით, რომელიც ხელის ბუნში მარტივად ეტევა.
თქვათ რომ ეს იყოს სივრცის დაზოგვა, ტექნოლოგიის განვითარება და ეხლა შემიძლია ჩემი მობილური ტელეფონი Bluetooth-ით დავაკავშირო მასთან და მოусმინო ჩემს მუსიკებს. ამ ძველი დინამიკებით თითოეულს 30 ვატი აქვს. ამ პატარა მოწყობილობის ბმულს Mercado Libre-ზე, სადაც აქ ეკრანზე დაგიტოვებთ რომ ნახოთ. და თქვენ შეძლებთ თავად ნახოთ, როგორ კარგად მუშაობს ის. ჯერ კიდევ ვეძებ გზას, რომ პორტატული გავხადო, მაგრამ ეს უკვე სხვა ვიდეოს თემაა. მინდა ვიცოდე, მოგეწონათ თუ არა ასეთი ტიპის ვიდეო. ასე რომ თუ მოგეწონა იდეა და გინდა მეტი ასეთი ვიდეო ნახო, კომენტარებში დაწერე ჰეშტეგი გააკეთე თავად, რომ ვიცოდე, გავაგრძელო თუ არა ასეთი კონტენტის გაკეთება. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი. თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეთხოვინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტის საინტერესო გეჩვენება, დაფიქრდი წევრობაზე, რომ დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და გახდე ჩვენი ვიდეოების მუდმივი მონაწილე. და თუ გაინტერესებს რომელი კურსებს გირჩევთ, გამოიყენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს სახთერაში მოცემული ბმული. რათა მიიღო წვდომა მრავალ შესაძლებლობაზე, რომ განივითარო სხვადასხვა უნარები, რომლებიც შენს კარიერაში მნიშვნელოვან განსხვავებას შექმნის. და დაფიქრებულ ხარ ოდესმე, რომ შენი ძველი აუდიო სისტემა ასეთი მოწყობილობით ხელახლა გამოიყენო? შენ იმადგან ხარ, ვინ ძველ ნივთებს ინახავს და ელოდება შესაძლებლობას, რომ ისევ გამოიყენოს. დატოვე შენი იდეები კომენტარებში, იქნებ ჩვენც ვცადოთ რაიმე ხელახალი გამოყენების იდეის შექმნა. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. და თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარის შეტყობინება და დაფიქრდი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.